ბატონო გოგი, რა ბევრს საუბრობთ იმაზე, რომ აი დღეს ისმის სხვადასხვა ადამიანებისგან, რომ აი დამოუკიდებლობას გვართმევენ ისევ, ვიღაცას უნდა სადღაცა შეთრევა, სულ იმაზეა საუბარი, ხომ? გვესმის ხელისუფლებისგან ხოლმე, რომ რეალურად დღეს საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა ხდება. აი რა შეგიძლიათ, რომ თქვენ არ ახართ ესე პოლიტიკაში პირდაპირ ჩართული ადამიანები, მაგრამ ძალიან ბევრი გამოცდილი პიროვნება ბრძანდებით, ხო? როგორ უყურებთ რეალურად დღეს, რამდენად ვართ დამოუკიდებლები და რას უყურებს გოგოლაშვილი? რა ხდება? თუ არ ვცდები დავით სარაჯიშვილმა თქვა ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში, რომ ქართველს დამოუკიდებლობა ისგონია ერთი ბატონისაგან თუ წამოვა და მივა მეორე ბატონთანო. აი ეს მენტალიტეტი მე მგონი ჯერ კიდევ ცოცხალია ჩვენში და ჯერ კიდევ ანუ უფრო გასაგები რომ გავხადოთ? ეს უფრო გასაგები რომ გავხადოთ. დამოუკიდებლობა მე ცოტა სხვანაირად მესმის. თქვენ როგორ გესმით ის მესმის იმგვარად, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს. ამაზე უკეთესად ვერავინ ვერაფერს ვერ იტყვის. უნდა ვიღაცას ჩემი დახმარება დამეხმაროს, მადლობას მოვახსენებ და მე სამაგიეროდ ივსեմ და ასე შემდეგ. აი მარტივად რომ მოგახსენოთ და ეხლა უფრო რთულად ვერ გეტყვით ეხლა მე, იმიტომ რომ ძალიან რთული პროცესები მიდის ეხლა. ძალიან რთული პროცესები. მე ძალიან მომწონს თავდაჯერება ჩვენი ახალგაზრდა თაობისა, ჩვენი ხელისუფლების ახალგაზრდა თაობისა თავდაჯერება ძალიან მომწონს, რომ მათ მიაჩნიათ, რომ ის გზა, რომელიც მათ აირჩიეს, სწორი გზაა და გარკვეულწილად მეცვეთანხმებია. სუვერენიტეტის დაცვა ხდება. აი ეს არის და იმიტომ რომ ჩვენ უნდა გვჯეროდეს, უნდა გვწამდეს ჩვენი საკუთარი თავისა, რწმენა უნდა გქონდეს. მე ის მომეხმარება, ის დამიჭერს მხარს, ის შემაწევს სიტყვას, ის მომცემს ზალას, ეს სხვა შეგნება. აბადით, მაგრამ მე ცოტა აი ამ კუთხით ვყურებ უფრო ამ შექმნის სიტუაციას და მგონია რომ ჩვენ საზოგადოებამ ეს ბოლომდე მაინც ვერ შევიგნეთ და ვერ გავითავისეთ ეს ყოველივე და არჩევანის გაკეთება ხშირად ავსა და ცუდს შორის უფრო გვიწევს ვიდრე კარგსა და ცუდს შორის.